საოცარი რამ არის, რომ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც თუ იმამ ალის შესახებ ითქვა, ამბობენ, რომ მხოლოდ სიყვარულსა და დახმარებას ნიშნავს, მაგრამ თუ იგივე სიტყვა აბუ ბაქრისა და უმარის შესახებ ითქვა, მაშინ იგი მმართველობასა და ხალიფობას ნიშნავს. ეს სიტყვაა ვალი. ვნახოთ ეს ჰადისი საჰიჰ მუსლიმში, ჰადისი 1747. ჰადისი გრძელია, სანამ უმარი ამბობს, როდესაც ალლაჰის მოციქული გარდაიცვალა, აბუ ბაქრმა თქვა, მე ვარ ალლაჰის. აბუ ბაქრი ამბობს, მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი. ვის ეუბნება ამას? აბასსა და იმამ ალის. აქ არიან აბასი და ალი. თქვენ ორივე მოხვედით, შენ აბასი ითხოვდი შენი ძმისშვილის მემკვიდრეობას, ხოლო ეს, ანუ ალი თავისი ცოლის მემკვიდრეობას თავისი მამისგან. შემდეგ აბუ ბაქრმა თქვა, ალლაჰის ომის იყო მართალი, კეთილი და ჭეშმარიტების მოციქულმა თქვა, ჩვენ მემკვიდრეობას არ ვტოვებთ, რასაც დავტოვებთ, სადაყაა. შემდეგ უმარი ამბობს, თქვენ ორივე აბუ ბაქრს თვლიდით მათ ყუარად, ცოდვილად მოღალატეთ და გამცემათ, ხოლო ალლაჰმა იცოდა რმინდევარი. ეს უმარის სიტყვებია. შემდეგ აბუ ბაქრი გარდაიცვალა. ახლა რას ამბობს უმარი? მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი და აბუ ბაქრის ვალი. უმარი ამბობს, მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი და აბუ ბაქრის ვალი. თქვენ მეც მთვლიდით მათ ყუარად, ცოდვილად მოღალატეთ და გამცემათ. აქ რას ნიშნავს ვალაია? ნუ თუ აქ ვალაია, სიყვარულსა და დახმარებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, არა. აქ იგი ნიშნავს მმართველობასა და ხალხზე ხელმძღვანელობას. განაგონივრულია, რომ უმარმა თქვას, მე აბუ ბაქრის ვალი ვარ, ანუ მისი მოყვარული და დამხმარე. საუბარი აშკარაა. ეს განმარტება ჩემი მხრიდან ხომ არ არის? მაშინ ვნახოთ ეს ფატვა, რომელიც ისლამ ვების საიტზე გამოქვეყნდა. ფატვაში წერია, რას ნიშნავს აბუ ბაქრის სიტყვა, მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი. კითხვის ავტორი ამბობს, მუსლიმის მიერ გადმოცემულ ჰადისში, ფაის ქონების შესახებ, როდესაც აბასი და ალი მივიდნენ უმართან და ფადაკში თავიანთ უფლებას ითხოვდნენ. ჰადისი გრძელია, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილს მოვიყვან, როდესაც ალლაჰის მოციქული გარდაიცვალა, აბუ ბაქრმა თქვა, მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი. შემდეგ აბუ ბაქრი გარდაიცვალა და მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი და აბუ ბაქრის ვალი. მაშ რას ნიშნავს აბუ ბაქრის სიტყვა, მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი? და უმარის სიტყვა, მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი და აბუ ბაქრის ვალი? პასუხი, ამ სიტყვების მნიშვნელობა, როგორც შეიხ ალ-აბადმა სუნან აბი დაუდის განმარტებაში თქვა, არის, მე ვარ მმართველი ალლაჰის მოციქულის შემდეგ და ვმართავ იმ ქონებას, რომელიც ალლაჰის მოციქულმა დატოვა. ანუ, როდესაც უმარმა თქვა, მე ვარ აბუ ბაქრის ვალი, იგულისხმა, მე ვარ მმართველი მის შემდეგ. იგივე წერია შეიხ ალ-აბადის წიგნშიც, სუნან აბი დაუდის განმარტებაში, როდესაც აბუ ბაქრმა მისი ადგილი დაიკავა, თქვა, მე ვარ მმართველი ალლაჰის მოციქულის შემდეგ. მაშ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, როდესაც უმარმა თქვა, მე ვარ აბუ ბაქრის ვალი, იგულისხმა, რომ ის იყო მმართველი. ახლა ვნახოთ სხვა ჰადისი. ამჯერად ქმნილებათა ბატონისგან, რომელიც საკუთარ სურვილით არ ლაპარაკობს და რომელმაც იგივე სიტყვა თქვა. მიყევით ყურადღებით. სუნან თირმიზი ალბანის მიხედვით ჰადისი სანდოა. ჰადისი გრძელია, მაგრამ მთავარი ნაწილი ასეთია, ალლაჰის მოციქულმა თქვა, რა გინდათ ალისგან? რა გინდათ ალისგან? რა გინდათ ალისგან? მართლაც, ალი ჩემგანაა და მე მისგან ვარ, და ის არის ყოველი მორწმუნის ვალი ჩემ შემდეგ. ალლაჰის მოციქულმა თქვა, ის არის ყოველი მორწმუნის ვალი ჩემ შემდეგ. რატომ, როდესაც ეს სიტყვა მოციქულმა თქვა, თქვით, რომ იგი მხოლოდ სიყვარულსა და დახმარებას ნიშნავს, ხოლო როდესაც უმარმა თქვა, იგი მუსლიმთა მმართველობას ნიშნავს. მოციქულმა თქვა, ყოველი მორწმუნის ვალი ჩემ შემდეგ. ანუ, ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, ალი არის თქვენი ვალი. სიტყვები სრულიად ნათელია ალლაჰის მოციქულისგან. სხვა ჰადისი, ალ-იჰსან ფი თაყრიბ საჰიჰ იბნ ჰიბბან, ტომი 15, შუაიბ ალ-არნაუტის რედაქციით, ჰადისი 6929. ჰადისი გრძელია, სანამ ამბობს, ალლაჰის მოციქულმა თქვა, რა გინდათ ალისგან? სამჯერ. მართლაც, ალი ჩემგანაა და მე მისგან ვარ, და ის არის ყოველი მორწმუნის ვალი ჩემ შემდეგ. მისი საბუთი ძლიერია. ალლაჰის მოციქულმა იგივე სიტყვა თქვა, რაც უმარმა. ნახეთ, უმარმა თქვა, მე ვარ ალლაჰის მოციქულის ვალი და აბუ ბაქრის ვალი. ხოლო მოციქულმა თქვა, ის არის ყოველი მორწმუნის ვალი ჩემ შემდეგ. აქ ეს სიტყვა მმართველობასა და ხელმძღვანელობას ნიშნავს, მაგრამ იქ ამბობენ, რომ მხოლოდ სიყვარული ნიშნავს. საოცარია ეს საქმე. ერთი და იგივე სიტყვა. როდესაც ალლაჰის წინასწარმეტყველმა თქვა, ამბობენ, რომ მხოლოდ სიყვარულია, ხოლო როდესაც უმარმა თქვა, ნიშნავს მუსლიმთა მმართველობას.
საოცარია საკიფას ხალხის საქმე. ალლაჰს ვფიცავ, ეს სიტყვა რომ ალლაჰის მოციქულს აბუ ბაქრის ან უმარის შესახებ ეთქვა მას ყურანის აიათივით აიტაცებდნენ.